მაისის ფილმზე წვეფება. Გავყვარო გზა ბირგზე, გვივრია დაუთვალა, ნარეკალი გვიჭრე დაწყებითი 4 კლასი დაამთავრე. ამის გამოსაბარახა გვირჩამია. მაგის ფილმსაბა როგორ დავაძინებ. თითქოს ისე დიდია და ულევია, მაგრამ მაინც ძალიან ვერ გამაძინებ. ამ სიხარულს ნაღვენი ცხომურებია. დღე ბევრი გვახსოვს იზიანი. დღეს სულ სხვაგვარი, მზედა დღიანი. სულ სხვანაირი წუთები არის. იმილის, ნაღმის თანაზია. დიახ, დღევანდელი დღე მართლაც გამორჩეულია, განსაკუთრებულია, განსხვავებულია ჩვენთვის. მას სხვაგვარი პუნქტარი ერთერი ახლავს. წინ მიხედეთ, თავს წარმოუდგენ მოხდე კლასელება და მეტად ამ უზნაურება. უკან მოვიხედავ გაუზამოსინა მუქიზებით, რადგან მივარჩება ჩვენი პატარაობა, უთბილესი 4 წელი. მე სულ სხვაგვარად დავხურებ ზეცა, ეს ზეცხოვ სხვაგვარი არის. დღეს სხვა ხმაზე დაირეკება ჩვენი წკრიალა სასკოლო ზარი. სკოლის წკრიალა ზარი, 4 წელს ანძზე, რამდენჯერ დარეკიდა იგი. მისი წკრიალი გვაგონით, ახლაც იმ გამოშეუღეს, რაცა ყვავილების აიგული. ჩვენი პირველი მასწავლებელი, პირველ კლასში, პირველ გაკვეთილზე და პირველ საკლასო ოთახში. ემილი შეგვიძლია პაწასა პირველ კლასელებს. რამ დაგვაუწყოს, როგორ გელავდით, როგორ ჩაგვიდო შუქი თვალებში, რამ დაგვაუწყოს პირველი ზარი და მასწავლებლების თბილი ალერსი. დაუვიწყარიან ნაკლი ადადგების წინ დარეკილი ზარის ხმა. დღევანდელი ზარის წკრიალი კი სულ სხვა. იგი არ გავს არცერთ ადრინდელს. მისი ხმა როგორც მიჯნა ახალ ცხოვრებასთან, რომელიც მომავალი სასწავლო წლიდან გველოდება. ახალ კლასში, ახალ მასწავლებელთან. ვესტების დაუძლევი მღელვარება და ჩვენი საყვარელი პოეტების და კომპოზიტორების დახმარებით მოვეფეროთ საყვარელ სამშობლოს მშობელს მშობლიურ სკოლას მასწავლებლად. ჩვენ უამაგდა რომ მასწავლებლებო, თქვა რომ არ ყოფილიყავით სიბნელე და სევდა, უიცნობ და სიბესე დაისადგურებდა ქვეყანა. დღეს არ გვასვამებთ ტვინი მოგონებები. განსაკუთრებით დაუწყარია სკოლაში შემოსვლის პირველი დღე. ის სექტემბრის დღე რამ დავიწყოს დაიბინდება ძალიან ძნელად. წარმატებით სიგველოს გზას მიდო საუდარიაში თქვა. წანაში ედგას სკოლის შენობა გუგუნა პრედიც გააძიათ ჩაკლი. გზას არ ვაწყობენ ამის შეშლება დედას გაყევი სკოლისკენ ჩათი. ოჯახის სიტყვა მოვაცილებდა და მონანარეს ხილთაფერები მომავალ დღეთან აფერებდა. მიიკრავდა დედის ხელებს. პირველი ზარი შრიალი ვერხვის არ მოვიწდება ახლაც კი მეფეს. რამ დავაუწყოს პირველი მეფევა არის ნაკობი ლექსი. რომ იდიოტა, ჩვენი მასწავლებლები აცკრომენ ჩვენს ტყილოსნებად. გვასწავლენ ცოდნის ფუძეს. საძებარს წლებს მიჰყვებოდა და აჰა 4 წელმაც თვალის უსწრაფესად გადაიქცა. 4 წელი ეს 4 წელი. კურკუსის წელიც, ადვილი წელიც, მაწვილა ტვინის, ყავილის წელი, გოგო ბიჭების ბეჭდის წელი, გასაოცარი და საკრეველი, ცოდნის შენობის სხვა საძირკველი. აჰა, შორდება ეს 4 წელი. შორდება ხტოებს, გულში გვიტოვებს, ვინ მოთვლის, რამდენ მოსაგონებად. უპირველესად დედასთან ჩვენს უპირველეს თქმის მასწავლებელს ჯერ ამარანჯამ ერთად ვახსენებთ თქვენს სახელსა და ჩვენ თქმის ბავშვობას. ჩვენ მოგეძინა მასწავლებლებო, მიიღეთ ჩვენი თქმელი მადლობა. თქვენ შეგვაყვარეთ სკოლა, ჩვენი ხელთუქმნელი ტაძარი, ჩვენი მეორე კერა. გვიყვარს ჩვენი კარგი სკოლა, აქ ვისწავლეთ ანაბანა, აქ ვისწავლეთ წერა-კითხვა, კვლავა, ყენყავ სიბრძნის ხანას, სადაც ვსწავლობ ჩვენი ქვეყნის მოვლასა და პატრონობას. ნაგუგუნა ბიჭები და გოგონები ხმატორულა, განამარტო გაკვეთილებს ვსწავლობ ქცევას, თამაშს, შრომას, ვსწავლობ მიყვავს მტერი მოყარე, მეგობრობას ვსწავლობ სწორად. იყვარდეს წიგნი, ძვირფასი განძი, ცოდნის სარგებლო ბუნების კარი, თელ ქვეყანას მომხდარა თვალწინ, გზას გვინახავს როგორც ლამპარი. იყვარდეს წიგნი, მისი პატარა ჯარისკაცები, არ გასწრებული, ცოდნის სანაჭრელი გზის მოგვატარეს, ლამაზ სიტყვებად განსკრებული.
ჩვენთვის უსწრებს სამყაროში და წინ კიდევ უამრავი საინტერესო ამბავი გველის. ვინა შეგვახვედრა, ვინა გაგვართმა და დაგვიმეგობრა. თილის მაგ, რომელსაც წიგნი ჰქვია. რომელი ერთი დავასახელო, მაგრამ ვფიქრობ, უპრიანია. უპირველეს ყოვლისა გავიხსენებ ჩვენი პატივისცემა და მოწიწება. გამოვხადოთ იაკობ გოგებაშვილისადმი. იაკობ გოგებაშვილის დედაენა ქართველი კაცის ცნობიერებაში განუყოფელი ცნებებია. ვამბობ იაკობ გოგებაშვილს და თვალწინ დედაენა გვეხარება. ვახსენებთ დედაენას და უბრალოდ იაკობ გოგებაშვილის მაგიერი სახე წარმოვიდგინოთ, სულ წარმოვიდგინოთ. ასე განუყარა და აკავშირა და ადუღაბა ისტორია, ეს ორი ცნება. ასე გაითავისა ქართველმა ხალხმა დედაენისა და ერის დიდი თომარი იაკობ გოგებაშვილი. შენბუნების გასაღებით გაგდია ცოდის კარი, სასწორებოდო ჩვენი მთები აღმაფრენის ქოდა ქარი. დასკრავად მსვლელობით მაღალმთიდან გადმონ გარი. ხალხათა აღვზენ ამაში, მშობლიური გიმღერს მხარე. აგისრუდა გულის ნაძრა, რაჩვენშვილებს დაგვიბარე. ყნავია შეგვისონა, გვიდრე შუქს სვენ ზედა მთვარე. მოღვაწეთა შორის განსაკუთრებულად თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ილია ჭავჭავაძეს. მან მთელი თავისი სიცოცხლე ხალხის ერის სამსახურში აღიარა. ჩემო კალამ, ჩემო კაცო და კიდე წაშლილი. რასაც მსახურობ, მას ერთხილად გავემსახურებ. ჩვენი წმინდა სიტყვა უშიშარად მოუხიდოთ ხალხს, სწორად საკლავად. მათ სულს ხტომის სერებს უყურებ. თუ გაზმავებსნო, ჩვენი გული, ხონდის სიზღმერთა, რომ წმინდა არის, განზრახვა და სურვილი ჩვენ. აგვიყოლია სეყმიდანი, ჩვენ გადმისვლება და დაიზრახვა, ჩვენი ძების გამლეს. ჩვენზე დამბობენ, ის სიავის ქართლისას ამბობს, ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადის სიძულვილია. გრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სნობს, ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარული. მე მესმის ჩვიანო პეტრე, შენი გულის ვითარება, მე მოზიარება, შენი გულის ტივრის, შენ ბუთანი
სულ საეჭვსა, რომელთაც გუთნის ხესათლი რომ არ თქონდოდა, რომ ეგრე უნდა გამოყვანა გუთანსა, რით მოხნავდი ყანას, რომ არ თქონდოდა, რომელ მიწას როგორ უნდა მოხნა, რა გეშველებოდა, შენი მტერი იქნებოდა, მე ვიქნებოდა. საიდან იცი ეგ ყველაფერი? როგორც საიდან, მამა პაპი, შენი ჭირი, მათ როგორ მეცა, თვალი მქონია მინახავს, გული მქონია მსმენია, თვალი სხური მქონია გული უყვედრივად, სონა მქონია გონებაში ჩამრჩენია. რაც გინახავს, მსმენია, მიხვედრიშო, გონებაში ჩარჩენია, ამას სულერთინად გასეძახი, ჩემ გამოცდილებას, ჩემ ნახულებას, ჩემ ცოდნას შენი ჭირი. ახლა ეს მითხარი, კიდევ რამდენი შეზე უფრო კაცია ქვეყანაზე? რა ვიცი შედალოცული, გონი იმოდენა ბალანიც არ მქონდეს, ჯობნი არ დაილევა. იმ კაცების ჭირნახულება, გამოცდილება ცუდნა, რომ შესაძლოა დაემატოს, კარგი არ იქნება. უფრო ადვილად არ გაიწყო კურსს, უფრო ცოტა უფლით ვერ სამოიმ კი? კარგი იქნება, მაგრამ ამოდენადე დამიყრის უსვე. საგვეძე გომე ისინი, რომ გამოვითხო რამე. მე რომ გაჩვენო იმის თან არა, რომ თელი ქვეყნის ოსტატობა ჭკვიანი კაცის ნაცაიცონა, თუ მოიდოვებ სულ მუდამ ხელთაგონდეს, რომელმაც განსაც გინდა შორდანო და გალაპარაკო. რა სიტყვი? იმას ვიტყვი, რასაც მთელი ქვეყანა აქვს. ეგ ხომის ნობა იქნება. აბა მაგისთანა მისანია წიგნი. ეხლა მე გელაპარაკებოდი, ძმა, ხმლისწოდვაში ვგებოდი. ახლა კი შენი მადლიანი ენის თვალახილი. გეუბნები ის მამაშვილის საფუსტავი ყოფილა, რომელსაც შენნაირი კაცი გამოუჩნდება შვილის უქმნელად და არა უქმნელობას. გეუბნები, ჩემო შვილმა წიგნი უნდა იცოდეს. შვილო, ეს დღე დაიხსოვნე, ეს დღე მე და შენთვის ზიანია. ცოდნა სიმდიდრეა, მერე იმის თანამადლიანი სიმდიდრე რომ, რაც არ უნდა ბევრს გაუნაწილო, ბევრს დავიღო. შენ არა დაგაგნება, თუ არ მოგემატება. ამ შემთხვევაში ცოდნა, ანთებულ სანთელსა ჰგავს. ერთ სანთელზე რომ 1000 ზღვას სანთელს მოუჭიდო სანთელს, ამით არც არის ჯანმრთელობა, არც წინადე, არც სიცხოველი, პირიქით იმოდებს კიდეც. სანთელს სონა იმაში არ გავს, რომ სანთელი როცა იქნება, ჩაიტის გაგახდება ხოლმე. ერთხელ ანთებული სონა კი თავის დღეში არ გაგდება. ამიტომ შვილზე გაზარეს, შვილიდან შვილიშვილს, უფრო გადიდებული და გაზიერებული. თითქოს ანდერძა დაგვიტოვა ეს სიტყვები მძერმა ილია და სანთელივით გვინათებს გზას ჩვენ, რომავა თავს, მისი ციხე. აღსანიშნავია ასევე, აკაკი წერტილის შემოქმედება, რომელმაც ჩვენი სული სიმები არ საკუთრებული სიმაგრით შეახია. აკაკის შემოქმედებით საუნდეს, მის ზანატოვარს, დრო ფერს ვერ უწვის. პირიქით, მე წელვარებას ვფენთ მარტივ სიცოცხლესა და მიმზიდველობის ძალას ანიჭებს. Oi,
იგი ბუნების ყველა არსებას, როგორც ადამიანებს, ისე ალაპარაკებს ვიხატავს, მათ შინაგან საყვარელს, ზომებსა და გასწრებს. ბუნებისადმი სიყვარული, ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი მის ყველა ნაწარმოებშია გამოხატული. რამ შექმნა ადამიანად, რატომ არ მოეწვიმა და რომ ყოფილიყო მოდამა, რომელ გულმკერდის მძივა და მიწაზე გადმოსაგდებად, ცუარა და მთოვრად ცივა და არ დამწირავდა პატრონი, ასე ოხრა და ტივლა და ხაშივი ამის აწევდა, თან მატარებდა შვილა და ასი არ დამჭირდებოდა, სულ მუდამ ყოფნა ფრთხილა და ძის მოტრფიანები ვლიდი, სიკვდილის გამოწვია და მაღლაცა დაბლა ხმერეთი მე მექნებოდა წილანა. გავახარებდი მთავარსა, ოდეს ნახამდი წანე და მოწყურსა ჩემი სოფლითა, ყვავილებს შიგნით გარეთა, გადაუშვიდი გულკეცა, დღისისზე გამითვალესა. სიცოცხლეს ვამსხმოვინებდი, მომოკლო არ ემალესა. თუნდაც ხსეულ საგუნჩია, ცხრადი მედი მრჩებოდა, რომ ისევ ჩემი სიკვდილი, სიცოცხლედ გადიქცეოდა და განახტმევი ბუნებას, კურსა მოეხოვა. ძველი ხეების მე დახარია სევიდა. თვითონ თავში შვენი მტერებს მე მახარებდა. ჩვენ სიას არ შეცილდეს, ან არაფერმა არ აკეთებს. პირდაპირ შუაკუნაში მას ჩემამდე არ უშვებენ. წვიმა შეუძლია, ერთბაშე ჩამომაცალოს ხორცები. ვიხოცებოთ მიხა და სიკვდილი ჩემთვის ერთია. ხელი, წიწე, თი, თამი. თუთმულა გაშემო მეხვევია და წარავია. წვიმის ნახს ინახავენ ხოთებს და მერე ნელ-ნელა მამცირებ. თითოეულა დამობით ისამ ბარი. მე დავიდამბარდები ჩემთვის სიმღერის მითითურიცა, რომ მეკო მაგდა ცა და ზე, ჩემი მფარველი ხელი. ჩემი დილას ერთმანეთს ვიჩვენე და საფლასი გადავდა. განაძირა მიყო, ერთი თელაღაბუა, იმასაც შესავი ხალხმასტო. დღეს შევგადადა კაცი, რასაც კი დაინახა, თუნდა რომ თავის ისაგებოდ მოიხარა. ალბათ ვერაფერს ჩვენ ჩვენ წინ კაცმა გამოიარა. და ფაზე ცული ეჭვია, ასე თქვი. იატა ერთი შედია წიგნი დაუშვა და წაქვს. სამს, როდესაც წაიცა დაიწყო. What is lost? What is
ვარფე, რა საბრალო ვარ, იამოსული მთაზედა, შეჩავს დააზროს იცივე, ან ერვა და გასვლაზე და, ღრეც მუცია საწყისან, მოკლეს სიცოცხლე შამიდა, ქვეყნისა მის გამშვენება, ერთი ბეჩავის წამი. Ia dați-vă doamna, dați-vă tu gamați-vă, სოფლის ჩაის ფუნქცია, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში კლუბის მეგობრობასაც წევია. სივრცის ატესტატი ავიღებებია. აზი აღამოდგა. მეზობლებო, ილიკო, ირარიო. რა ქერი ბიჭო, იდევრა ვერულება ჩაიძინე. ნახე, სისული ხარ. ნამდვილი სივრცის ატესტატია ისეთი. შანშას მოხდეს სიგენოები. და მე ხუსი ამიშნა. აბა ნახე ილიკო. მაგისია, წყალი არ გავი. ნამდვილად. ჯერ ერთი სივრცის ატესტატის ბლანკს მაგი ვერ იშოვიდა. მერე მეორე, ბეჭედი ნამდვილია. მერე მესამე. ატესტატი მეორე წრიდან რუსლადაა შევსებული. ზაფრონას მოწაფე ამას რუსლად ვერ შეავსებდა. მერე მეოთხე. ვერ ხედავ, 1-4 რომარულებია და სამგითაა გაყიდილი. შენ გაიხარე, ილიკო. სინციფის ატესტატი.
ვარ. არა უშავს ხარაკში რომ პამიდორი მიაქვს გასაყიდად. უხესკრებენ, რომ არ დაიწყოს, მერე გზაში წიწდება. ალბათ მაგასაც მასე მოუვია. რადგანაც მასია, ახლა გადავწყვეტებ რა სად მოეწყოთ, რა პროფესია აირჩიოს. ასაში შველი გადარეული თხოვა წავა ქალაქში. რაღაცა ხომრა ჰქონდეს კაცს. რომელთა ფუნდაზე აპირებ შეშტაბო? ჩემი შვილი შვილი, ერთი ნიულა გამოვიდეს. მოუხსიათ, მოვლა პატრონობა. მაინც და მაინც მაგის ხელიდან გინდა მოკლეს. მე მგონი ისტორიულზე აჯობებს. ისტორიკოსები ახლა დაიკონის დიუნები გამოდიან. იურისტობა ჯობია. ხომ ხედავ, ჩვენი მოსამართი, დასახდა კაცი. ჩვენ სოფელში რომ ჩავდივართ, ცალ-ცალი კანაში ეცა. ახლა თავის პარტოში და რეზინის შექმაშია გამოჭრილი. რამე ისეთი არ არსებობს, და მე პროფესორი რომ დავუვიდეს? იქნებ ლიტერატურაზე. როგორ არის ჩემო ოლღა? მაგის ინსტიტუტი ილიკოსებს დამთავრებული. იქნებ ლიტერატურაზე შესულიყო. ლექსის წერა ეხება და ენაგანტრეკილიც არის. მეტი რა უნდა? სადგინა შეხვიდე, შეუპატრონო. აღარ იტყვი. ხომ ხედავ, გადმოაგდო თავისი მწრალია და წამრავს კარს. მე საათის თოზე მიგა. დიდუ რა შეშველება. მაშეს პატ. ბოლოს ილარიონის აზრმა დაიმოდგა. მისი აზრით ჩემი შავლის პატრონი ეკონომიურზე უნდა შესულიყო, რათა მომავალი ცხოვრება ეკონომიურად და მატერიალურად უზრუნველყოფილი ჰქონოდა. ასეთი წინაპრები დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება. მემეტრე თავდადებული, ცოტნე და შეთევანი, სურვილი, მესაცი გვინეთაზე გზა, სარწმუნოებას და ოჯახის სიყვარულს, მეგობრობას და ეთნიკურ საქართველოს დიდი დავის, საქართველოს დედაქალაქი, სამშობლოს პრეზიდენტი გვიჩვენოსები. მენია და საქართველოს პრეზიდენტის და განსაკუთრებით სიცხე That's a
თითქოს მოსრობ სად არავეს ხმათა ხავერდეთ და საქართველოს გრძელობას განში სწავლობთ. ღვთის ვენახები, ღვთის ყანები, ღვთის გალავნები, ღვთის საფლავები, წმინდანები და ფარავნების. დიდება თქვენ და თოროსანო ბერო მამებო, თქვენ შეგინახავთ ენა, ჯური, ერისამეფო. წინასწარ ხერხარგან ახდება, რომ ილარდები და საქართველოს სულ სიკარჯებს გოლიანებს. ვინაცაა გონი კორწმინდა, სვეტი ცხოველი, დიდება მის რანჩ, მე არა ვარ მეტის მქონელი. ედასფრეს ყემაშელის მლოცმინდა დედა, მოდი თქვენებრივ აღარავის გადაიტანა. უთხრეული იქნას, ვით განჭური ტაკალდებში ვარზია, სულით განაცდეს, ვით აკვანი მისი არწნა. ვინაც პირველად დაიმღე რომ ვეფხი და მოხდა, იმ გუთნისას მზადა ვაროებს კირიკურო. კალათოს, ოსტად შეგიძლ, უსად ვერავე ცოდვა ჰქონდეთ, ღმერთმა შეგიძლ. დღეს სამსანავს ვარწუთებში, ვინას თქვა მოვცეთ, არ გავანერეთ მამულისა ბიბლით სიყვარულს, გაკვეთილებზე რომ გვინარგავენ. წინ დიდი გზა გვაქვს, გზა მიმავალი მწვერვალისკენ. ჩვენ ამ მწვერვალს დავუვხმობთ ბეჯითის სწავლით. ჩვენო ძვირფასო მასწავლებლებო, სიტყვას ვიწერებით, გასახელებით, სწავლით, წერით, მამული შვილო. სამშობლო რომ ასახელო, რომ გაყვედალი ქართველი, რომ არ დავგარგო ამბარი, რა ჩემი საქმე. მამამ მთვარის და დედამზის, რომ არ ჩამიქრეს ნათელი, ეს რომ არ დარჩეს მოედნად, მინდო ჩემი სათელი. რომ ვისრამ წერი მოყარე, რომ გავარჩიო აფარდი, რომ შეუნახო მომავალს ხალხის ნაბეჭდი ნათარდი. რომ თქვა თავისი სამშობლოს არის ნამდვილი პირმშრომელი, ბეჭდდა თუ ნავისწავლო, ბეჭდდა თუ ნავიშრომო. ღმერთო მამული დამილოცე. კივი სამარიდი აურაცხე და სამარცხებელი დამიმარცხე. მით შემზრობროს სხვა სიცოცხლე. კვედა მაგახადა ჩამოშორ საქართველოს ლევა და თალხი. დალოცე ღმერთო ადამიანზე, დალოცე ხალხი.
მოხალხეებმა წამის უსწრაფესად გაიფრინა. იღბლიანი მე, რომ თქვენი თავი უფალმა მემარებინა. უფალმა მაშობლებმა ყველაზე ძვირფასები თქვენი თავი, ანუ შვილები მე ჩავიმარაკა. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ განათლებულები იქნებით, ნასწავლები იქნებით, დიპლომები გექნებათ, მაგრამ ჩემი სურვილი იქნება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არ დაგეკარგოთ. რასაც ადამიანობა ჰქვია, რასაც სიყვარული ჰქვია, რასაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია. მინდა რომ ერთმანეთი გიყვარდეთ, მინდა რომ ადამიანები გიყვარდეთ, ატივსწრებდეთ ერთმანეთს, გიყვარდეთ თქვენი სამშობლო, თქვენი სკოლა, თქვენი გულშემატკივრები, თქვენი ოჯახი. თითოეული ადამიანის იყოს თქვენთვის ძვირფასი. პატივი ეცით ერთმანეთს, მიყვარხართ, მეიმედებით. დიდი მადლობა ჩემო გოგონებო, მშობლებო. ამ 4 წლის განმავლობაში გონჩი თქვენთვის ნაჩემო საყვარელი, ჩემი პატივისცემელი საყვარელი. ხატო, ძვირფასი, უღრმესი მადლობა. თითოეულ თქვენგანს. რა ვიცი, ჩვენი ხელმძღვანელობაც თუ რაიმეს გვეტყვის, ამ მშობლებს თუ სურთ რაიმეს თქმა მოგისმენთ. რა თქმა უნდა, მისთვის სერტიფიკატებს სკოლის გაგაცემთ. მოგწევ რამაზედა კარგი ხო? ძალიან დიდი მადლობა ნავადენის დღისთვის. არაერთი კურსები გაგვანებებთ ეკავასაუბროთ თქვენ მოსწავლეებმა და ყველა ისეთი ბავშვი ახლა თავისი უნიკალური ახასიათებლებით ყველა გულში ხარ, ყველა ძალიან მიყვარხარ და ყველა თქვენ ინდივიდუალიზმი რაც დღეს გავთ აქ ბოლომდე შეგინაშუნებინათ აი რა ძალიან კარგი ვიხართ, კიდევ ვიხართ და აი არ მოიწევს ასწავლებლად ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი მოსკვნა, წყურებაც და აი რასაც აკეთებს ნამდვილად გულით. ძალიან მომწონხართ ყველა. ფიქრობდი რომ საკუთარ ყველა ისეთია, მაგრამ რაღაცა თავისი დაგამახსოვრებს თავს. ვერავინ. მადლობა მშობლებს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა. ყველა მასწავლებელი 4 წლის განმავლობაში ასწავლებდა ჩვენ ამ საოცარ ბავშვებს, ჩვენი წვლილი და შედეგი სახეზე ჩანს. ნანო მასწავლებს, ხათუნა მასწავლებს ამ შემთხვევაში. როგორ ყველა ამღერე დააცეკვეთ არ ვიცი. რამდენი ლექსები გითხრეს კიდე. არაჩვეულებრივი ვართ ბავშვებო, წარმატებებს გისურვებთ, ერთი საწწენი მაქვს თქვენთან. კვლავიდან დილით ადრე მოგვიწევთ ხოლმე ადრე მოგვიწევთ ადგომა და ისე მოსვლა სკოლაში. მაგრამ არა უშავს. სამაგიერო ალბათ გულიწდებათ ახლა ეკავასაუბროთ მშვიდობებით, განიცდით ამას, მაგრამ ჩვენ ამაზე ვისურვებთ და ვიფიქრეთ როგორ შეუსრულებთ ეს სევდა და მწუხარება არაჩვეულებრივ ეკავასაუბროთ განშორებით და ასევე ახალგაზრდა დამრიგებელ შემოთავაზებთ, ასევე არაჩვეულებებს, რომელთანაც განშორება ალბათ ზოგადად გაუჭირდება ცოტა, მაგრამ მაინც ნეს და ძულიაშვილს ვირესამოთ თქვენს მოვალ და ძალიან მერვიულო. პირველ რიგში მადლობა საბადო თამარს ასეთი ინდოვის გამოცხადებისთვის. მაქსიმალურად ვეცდები, რომ შემდეგი წლების განმავლობაში თქვენი შვილების ხარდამჭერი ვიყო ნებისმიერ საკითხში, მაგრამ მხრივ ჩემი იმედი გქონდეთ. მადლობა ეკას, რომ გადმომაბარა თავისი არაჩვეულებრივი კლასი და ესეთი სიხარულით შეხვდა ამ ფაქტს. და რა ვიცი, ყველაფერს გავაკეთებ კიდევ ერთხელ, მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი, როგორც ეკას თქონდა. ძალიან მასივა გამოგიშვათ, ეგეც საკითხია. მეათე კლასი. მეათე კლასი. ხო, ისინი ძალიან საყვარლები და ძვირფასები არიან ჩემთვის. ასევე ძვირფასები არიან თქვენი შვილები ჩემთვის. ამდენი ხანია ჩვენ ურთიერთობა გვაქვს, ყველა შესაძლებლობები ვიცი, მეგობრები ვართ და იმედი მაქვს კიდევ უფრო უკეთესი მეგობრები გავხდებით და უკეთესი მხარდამჭერები ერთმანეთს. ასეთი ლამაზი საღამო ემოციური იმხრივ რომ ძალიან ძლიერია რა თქმა უნდა როგორც ჩვენ მე-12 კლასს უშვებთ და აი ძალიან გულწრფელდება რომ მიდიან სკოლიდან ასევე ეკასაც იმიტომ რომ მომავალ წელს აღარ მომწევს ამ ბავშვებთან უშუალოდ როგორც მასწავლებელი ისე შესვლათორი ისე რა თქმა უნდა რომ ყოველთვის თქვენ გვერდზე იქნება ბავშვებო ისე გააგრძელეთ ურთიერთობა კლასის ხელმძღვანელთან ჩვენც
რაც შეგვიძლია ადმინისტრაციას ყოველთვის თქვენ გვერდზე ვიყიარეთ. უღრმესი მადლობა.